იყო და არა იყო რა. ის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ყოველ დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ეუბნებოდნენ ყოველ დღე. ადექი, გაისაჯე, იქეთ მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე. თორემ იცოდე, ჩვენ შენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორედან გამოუშვებდა. ობეზრდა ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტანეს და ზურგზე აჰკიდეს. ხელში ჩხირი მისცეს. ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს. ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი. აქ აღარ დაგინახოთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო. კარგითო, უთხრა ნაცარქექია. ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლის და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა. იქნებ ვინმე გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე ეს მდინარის და ადგილის 9-თავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხრება. აინახა ნაცარქექიამ და გაზძახა. ჰეი, რომელი ხარ? ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემიცვი და გაღმა გამიყვანე. ფეხის დასველება მეზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა. აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაულია და ეს ჭინჭრაქა რის პატრონი ამას რომ მიბედავსო და გამოსძახა. ვინა ხარ, რა სულელი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო. ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაც გორის დრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გამოსძახა დევს. აი შეკინკლავ შენა. ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შებრიყო, ნაცარყლაპი არ გაგიგონია, ჩხირით მებრძოლი. მე სწორედ ისავარო. არ მინდა ქვეყანა დავაქციე, თორემ ისეთი ღონე მაქვს დედამიწას რო ხელი მოვავლო, ზეცას შემოუტყოცნი და ნაცარ მტვერად ვაქცევო. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. შენ მან დაიღე ქვა, მე აქ ავიღებ. მოუჭიროთ ორივემ ხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ისოყოსო. უთხრა ნაცარქექია. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. აიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო. ამოიღო ჩოხის კალთაში გახვეული ჭყინტი ყველი. მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადენია. აუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო. აბა ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, გაზძახა ნაცარქექიამ. გავიქცეთ რიყეზე, შენ მაქეთ, მე აქეთ და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადეს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო. აძუნძულდა დევი იქიდან აპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაჩახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერა ადინა. რიყის ქვებს არა მტვერი აუვიდოდა. ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა. გაკუნკურდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი დააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო. თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა. მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა როგორც იქნა გაუბედა და ჰკითხა. ბატონო ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო. ასეთი ღონის პატრონი როგორღაც მეტის მეტად სუბუქი მეჩვენებიო. რაო, სუბუქიო, გადაიხარხარა ნაცარქექია. შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რაგი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავით ოკით ვუჭირავ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა, ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა.
აბა ძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი. მინდა შენი სიმძიმე გავიკოო. ღმერთო მწყალებელო, აბა ცოტათი მოუშვითო კი რომ ამ ბრიხვსა და ალყიანს ენა დავამოკლებინო. აზძახაც ისკენ ნაცარქექია. ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჭხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა რომ მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო ხვეწნა დაუწყო. შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს ისევ აქციოს, თორემ მეტი სატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექიამ ჭხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი რა სიმძიმეც მქონიაო? კითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტის მეტად მძიმე ყოფილხარო, უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფუცხა და ნაცარქექიას უთხრა. თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი რომ გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავა და სალახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო. დევი წავიდა, ხმიად სალიგვერდი რომ დაებრაცა, ნაცარქექია მიფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო და დაუწყო საკეცით წვალება. წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფართხალებს ფეხებს, ხნეშის, ოხრავს, შინავს, მაგრამ კეცს ზრას ვერ უშვრება. დაიღარა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გააკვირვებულმა კითხა, რა დაგმართნიაო? რა უნდა დამართნოდა, შეუტია ნაცარქექიამ. ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკეთ ვარ, მოდი ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექია წამოდგა. ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუცხდნენ. პურის ჭამისას დევმა ცხვირი დააცემია და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩამოიჭიდა და მხარკალი დაიწყო. მან რას აკეთებო? კითხა დევმა. რას ვაკეთებ და აი ეს სკეპლა უნდა გამოვიყო და გვერდები აგიჭრელო, როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო. მერტო ეს ვინა ყოფილა, გაუცდა დევი. ამოდენა თავხე მეცნიერს ბოძებზე ავიტანე და ეს კი სკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აკაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადაურჩევიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახლკარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა. წავიდა ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა. ძმებო, მუხთახორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ. სულ იმას მაყვედრებით, ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი ახლა ჩემს წილად ეს სახლკარი და ქონება ცხოვრება შემომაქვს. ეს ყველაფერი თქვენთვის დამითვია. ოღონდ ლუკმაკურს ნუღარ დამაყვედრებთ და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს. თვითონ კი აიღო ჭხირი, მიუჯდა კერას და იცევ ნაცრის ქექვა დაიწყო. იყო და არა იყო რა. ერთ ტყეში ცხოვრობდა ერთი დედათხა, რომელსაც ჰყავდა 7 შვილი. ერთ დღეს დედათხამ გადაწყვიტა ტყეში წასულიყო საჭმლის მოსატანად. დაუძახა შვილებს და დაუბარა. შვილებო, მე საჭმლის მოსატანად უნდა წავიდე ტყეში. ჩემ მოსვლამდე კარი არ გაუღოთ არავის, განსაკუთრებით კი მგელს. ის ბოროტია და თუ შიგნით შემოვიდა, ყველას შევჭამთ. როგორ ვიცნობ დედიკო რომ მგელია? კითხეს პატარა თხევმა. მგელს აქვს ბოხი ხმა და შავი თათები. აუხსნა დედამ პატარებს. დედათხა წავიდა ტყეში საჭმლის მოსაძებნად. ამასობაში მგელი ტყეში დასეირნობდა. უცებ თხების სუნი ეცა, სუნს გაჰყვა და მიადგა პატარა თხების სახლს. მივიდა კართან და გაიფიქრა რომ პატარა ცხვრებს შეჭამდა. მივიდა კართან და აკაკუნა და თქვა. შვილებო, მე ვარ დედა თქვენი, გამიღეთ კარი. პატარა თხებს გაახსენდა დედის დარიგება და უთხრეს მგელს. არა ხარ ჩვენი დედა, ჩვენ ხმა ბოხი გაქვს, დედიკოს ნაზი ხმა აქვს.
გელი გაიქცა საცხობში და ხმის დასარბილებლად კვერი შეჭამა. გელი ისევ მივიდა თხების სახლთან და ამჯერად შესული ხმით ნაზად დაიძახა. შვილებო, მე ვარ დედა თქვენი, გამიგეთ კარი. ატკნემა დაინახეს მგლის შავი თათები და უთხრეს მგელს. არ ხარ ჩვენი დედა, შენ შავი თათები გაქვს, დედიკოს კი თეთრი. გელი მაშინვე გაიქცა თავის სახლში. მივიდა, აიღო ფქვილი, დაიყარა ფეხებზე და გაითეთრა ფეხები. შემდეგ ისევ გაეშურა პატარა თხების სახლისკენ. მივიდა კარზე, დააკაკუნა და ისევ შეცვლილი ნაზი-ხმით დაიძახა. შვილებო, მე ვარ დედა თქვენი, გამიგეთ კარი. პატარა თხევმა დაინახეს თეთრი თათები, გაიგონეს ნაზი ხმა და ეგონათ მართლაც დედამისი იყო, ამიტომ გააღეს კარი. გელი მაშინვე შევარდა სახლში. პატარა თხევმა მგელი რომ დაინახეს, მაშინვე გაიქცნენ და დაიმალნენ. პირველი თხა მაგიდის ქვეშ შეძვრა. მეორე ფარდის უკან. მესამე სამზარეულოში. მეოთხე საწოლის ქვეშ. მეხუთე კარადის უკან. მეექვსე ბუხარში. ხოლო მე-7 საათის უკან დაიმალა. გელმა 6 თხა იპოვა, ჩანთაში ჩასვა და წაიღო თავის ბუნახში, რათა შემდეგ ყველა შეეჭამა. ცოტა ხანში დედა თხა უკან დაბრუნდა სახლში. კარი შეაღო და პატარა თხები რომ ვერ დაინახა, დაიწყო ტირილი. მიხვდა რომ გელი იყო და პატარა თხები მოიტაცა. უეცრად საათის უკან დამალული პატარა თხა გამოვიდა, რომელიც მგელმა ვერ იპოვა. მივიდა დედასთან და მოუყვა ყველაფერი რაც მოხდა და უთხრა საით წავიდა მგელი. დედა თხა მაშინვე გაიქცა შვილების გადასარჩენად. ბევრი ირბინა თუ ცოტა მიადგა მგლის ბუნაკს. გელი ამასობაში ემზადებოდა რომ შეეჭამა პატარა თხები. თუმცა უეცრად დედა თხამ დათვის ხმით დაიძახა. სად არის მგელი, უნდა შევჭამო. გელმა ეს რომ გაიგო ძალიან შეეშინდა. ეგონა დათვი მივიდა მის შესაჭმელად. მიატოვა თხები და უკან მოუხედავად გაიქცა. დედა თხა მივიდა თავის შვილებთან და გადაარჩინა. ამის შემდეგ დედა თხა და თავის შვილები ბედნიერად ცხოვრობდნენ დღეში. ერთ დღეში ცხოვრობდა ერთი პატარა თაგვი. იგი ძალიან მშიშარა იყო. ყველა ცხოველის ეშინოდა. როგორც კი რამეს დაინახავდა, მაშინვე გარბოდა დასამალად. ფოთლების შეაძეც კი თავის ბუნაკში გარბოდა, რომელიც ხეში ჰქონდა გამოჭრილი. ამის გამო დღეში მცხოვრები ყველა ცხოველი დასცინოდა მას. ერთ დღესაც თაგვმა გადაწყვიტა წასულიყო ლომთან და დახმარება ეთხოვა. როდესაც მივიდა ლომის ბუნაკთან, ლომს ეძინა. თაგვი მიუახლოვდა ლომს, შემდეგ კი მის ზურგზე აცოცხლდა. ყველა ცხოველი გარკვირვებული უყურებდა თავს, თუ როგორი გამბედავი იყო ის. როდესაც თაგვი ლომის ზურგზე იყო, ლომს გამოეღვიძა. ჩამოაგდო თაგვი ძირს და შეჭმა დააპირა. სხვა ცხოველები გაკვირვებული უყურებდნენ ლომს და თავს, აინტერესებდათ თუ რა მოხდებოდა. ლომმა თავს კითხა: რა გინდა? ჩემ ზურგზე რას აკეთებდი? შეშინებულმა თაგვმა ძლივს ამოიღო ხმა. ძალიან მშიშარა ვარ, ყველაფრის მეშინია და შენთან როგორც ცხოველის მეფესთან დახმარების თხოვნით მოვედი. ხო, არ შემჭამო. ლომი უსმენდა თავს და ბოლოს კითხა: ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ უნდა შეგჭამო ახლავე? ხო, არ შემჭამო და პირდები ერთ დღეს მეც დაგეხმარები აუცილებლად. მიუგო თაგვმა. შენ, მე დამეხმარო?
ასეთმა პატარა თაგვმა როგორ უნდა დამეხმარო? და დაიხარხარა ლომმა. თუმცა ბოლოს მაინც შეეცოდა თაგვი და გაუშვა. მეორე დღეს ლომი საჭმლის საძებნელად ტყეში დაიარებოდა. უეცრად იგი მონადირეების დაგებულ მახეში გაება. ძალიან ბევრს ცდილობდა განსათავისუფლებლად, თუმცა უშედეგოდ. ის ცხოველთა მეფე იყო და დასახმარებლად სხვა ცხოველებს ვერ ეძახდა. თან მის ხმაურზე მონადირეებიც მოვიდოდნენ, ამიტომ ლომმა გადაწყვიტა დალოდებოდა. ტყეში მცხოვრებმა სხვა ცხოველებმა შენიშნეს, რომ ლომი მონადირეების მახეში გაება, თუმცა დასახმარებლად ვერავინ ბედევდა მისვლას. ყველას ძალიან ეშინოდათ მონადირეების. უცებ ლომთან ახლოს გამოჩნდა თაგვი. რომ დაინახა გასაჭირში მყოფი ლომი, მაშინვე მისი დახმარება გადაწყვიტა. აძვრა მონადირეების დაგებულ მახეზე და თოგვის კბილებით გადაჭრა დაიწყო. ამ დროს ტყეში მონადირეების ხმაც გაისმა. ყველა ცხოველს ძალიან შეეშინდა და გაიქცნენ დასამალად. თუმცა თავს არ შეეშინდა და იგი განაგრძობდა თოკის გადაჭრას და ლომის განთავისუფლებას. ცოტა ხანში თაგვმა თოკი გადაჭრა და ლომი გაანთავისუფლა. ლომს გაუკვირდა თუ როგორ შეძლო ეს ყველაფერი თაგვმა და მადლობა გადაუხადა. ამასობაში მონადირეების ხმა ახლოვდებოდა. ისინი უკვე ახლოს იყვნენ. ლომმა თაგვის ზურგზე შეიცვალა და ერთად გაიქცნენ დასამალად. ლომმა თაგვი თავის ბუნაგში წაიყვანა და გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა. ყველა ცხოველი მათ გარშემო შემოიკრიბა და გაკვირვებული უყურებდა თაგვის სიმამაცეს. ამ დღის მერე ლომი და თაგვი საუკეთესო მეგობრები გახდნენ და სულ ერთად იყვნენ.